ყველაფერ უბედურებასთან ერთად კალაძის მესიჯი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. ესე იგი, ბიძინას აჩვენებს, რომ იცი რა, ფული მომთხოვე არ მოგიტანე, ფულიც მოვიპარე, კორუფციაშიც ვიხრჩობი, შენ გარეთ ვერ გამოდიხარ, ბიძინა, აი მე დავგულაობ წალენჯიხაში კვადროციკლებით, ფერარით, ბევრი ფულიც მაქვს, გავლენებით, ძალიან დიდრულადაც ვარ, მაგრამ ხელსაც ვერ მკიდებ. ეს აჩვენა კალაძემ გაუგზავნა გზავნილი ბიძინას, რომ იცი რა, სხვათა შორის, მარტო კალაძემ არა. უნდა კითხო, ბიძინა რო დაიწყე გამოძიება გრიგოლ ლილუაშვილზე, სად არის გამოძიება? ანუ ჩვენებებს რო აძლევინებ გრიგოლზე, სად არის, რატო ვერ აკავებ? ხო არ გეშინია? შენმა ბიჭებმა ხო არ დაგამარცხეს, ღარიბაშვილზე ჩვენებები რომ მიაცემინე, მიქაუტაძეს, სად არის ხელს რატო ვერ კიდებ? ან იქით გომელაურზე რომ აწერინე ისინი, რა ქვია, ხელწერილები ბიჭებს. რატომ ვერ ეკარები? ან ფარცხალაძესაც კი ვერ კიდებ ხელს. ხომ ხედავ რომ ფარცხალაძეს ვითომ მიუახლოვდი, ბრალსაც კი ვერ უყენებ. ხომ არ დაგამარცხეს შენ ამ ბიჭებმა უკვე, იმ ხალხმა, რომელიც შენ გამოჩეკე, მერე ფულები რომ მოთხოვე. სად არის გრიგოლი, შენ ფულებიც არ მოგიტანეს ამ ბიჭებმა. გადაგაგდეს ფაქტობრივად, არანაირი ძალაუფლება შენ ხელში არ არის. ამიტომ 4 ოქტომბერს მოსახლეობა როგორც სამოქალაქო ვალს იხდიდა არჩევნებზე, ასევე ჩვენი სამოქალაქო ვალია 4 ოქტომბერს გამოხვიდეთ რუსთაველზე და ხმა იცით რას უნდა მიცეთ? მშვიდობიან რევოლუციას.